როდესაც ბალანსზე ვსაუბრობთ, ბალანსი არის არა მხოლოდ ეკონომიკასა და პანდემიას შორის, ბალანსი არის ასევე ქვეყნის ნორმალურ და სტაბილურ და გრძელვადიან განვითარებას შორის. პანდემიის დროს როგორ შეიძლება სტაბილურად განვითარდეს? პანდემიის დროს აუცილებელია სტაბილური განვითარება. სწორედ პანდემიის დროს აუცილებელია ყველა იმ ფუნდამენტური, იმ ძირითადი მდგენელის შენარჩუნება, რომელსაც კრიზისი ემუქრება. და სწორედ არჩევნები და განსაკუთრებით ეს არჩევნები და ესეც ყველამ ვიცით და ესეც სიმართლეა. ეს არჩევნები იყო იმაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე შესაძლოა წინა არჩევნები. შესაბამისად, ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ ეს იყო პირველი არჩევნები, სადაც პრაქტიკულად სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავდიოდით. იყო ეს არჩევნები, რომელშიც 9 პარტიამ გაიმარჯვა და არაერთხელ ასევე ვთქვით, 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე. ეს ადასტურებს თუნდაც იმას, რომ არჩევნები პანდემიის პირობებშიც, მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩვენი მოქალაქეებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება და მივიდნენ არჩევნებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩაგვეტარებინა ეს არჩევნები, უნდა ჩაგვეტარებინა ეს არჩევნები სწორად, გამართულად და ეპიდემიოლოგებთან ერთად. ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ. CSCOM იმისთვის, რომ არჩევნების დღეს ამ ორ პროცესს ჩვენ მოქალაქეებს არაფერი გამოკრებოდა. ნუ დაგვაუწყება, რომ ამ ორ კრიზის, ეს არის ეპიდემიას მიერ გამოწვეული კრიზისი და ეკონომიკური კრიზისი, არჩევნების შემდეგ დაემატა კიდევ ერთი კრიზისი, ეს არის პოლიტიკური და ჯერჯერობით ქართული ოცნება არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც შედის მე-10 მოწვევის პარლამენტში. ჩვენი საუბრის ბოლოს. ბოდიში მე მაუცილებლად მინდა კომენტარი გავაკეთო ამ თემაზე. იცით, პოლიტიკური კრიზისის შიში არ არის მიზეზი არჩევნების გადადების ან არჩევნების არ ჩატარების. ალბათ თავი მიზეზი არის ადამიანის სიცოცხლე. სწორედ ეს არის დემოკრატია, სწორედ ეს არის ჩვენი სწორედ დემოკრატია, სწორედ ის არის, რომ ჩვენ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი არჩევანი და გადაწყვიტოს თუ რომელი პარტიის ხილვა უნდა პარლამენტში და რომელ პარტიას ან რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა რომ დააკისროს პასუხისმგებლობა როგორც ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე, ასევე პანდემიასთან ბრძოლას.